მართვის მოწმობების გაცემასთან და ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი სტატისტიკური კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვადასხვა მონაცემია ასახული, მათ შორის მართვის მოწმობის აღების მსურველთა შორის ქალთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ბოლო წლებში თითქმის 30%-ით გაიზარდა. თუმცა პრაქტიკულ გამოცდას პირველივე წლიდან ქალების მხოლოდ 18% აბარებს. როგორც წესი, მანდილოსნების დიდ ნაწილს ამისთვის 4 ან მეტიც დაჭირდება. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქალებმა მართვის მოწმობის აღება გამოცდის 30-ჯერ გავლის შემდეგ მოახერხეს. თეორიულ გამოცდას ორივე სქესის წარმომადგენლების უმრავლესობა პირველივე წლიდან აბარებს, თუმცა აქ ქალებს მამაკაცებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები აქვთ. რაც შეეხება ავტოსაგზაო სამართალ დარღვევებს, აქ კაცები უპირობო ლიდერები არიან. დარღვევების 91% სწორედ მამაკაცებზე მოდის. მდედრობითი სქესის წარმომადგენლები კი მხოლოდ 9%-ს შეადგენენ. გავაკეთეთ ასაკობრივი სეგმენტაცია დამრღვევთა ეგრეთ წოდებული ყველაზე აქტიური კატეგორიის ჯგუფისა, გამოიკვეთა რომ 31-40 წლის ინტერვალის ამძღოლები არიან ჭალებში ყველაზე აქტიურები ამ კუთხით, თუმცა არის ერთი გამონაკლისი, მაგალითად სიმთვრალით გამოწვეულ სამართალ დარღვევებში ლიდერობენ 50 წელს გადაცილებული ქალბატონები. თეორიულ გამოცდაზე ქალბატონები უფრო წარმატებით აბარებენ და უფრო პირველად გამოსული ქალბატონები უფრო წარმატებით აბარებენ გამოცდას, ვიდრე პირველად გამოსული მამაკაცები, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში პირიქითაა, როგორც პრაქტიკა და კვლევა გვიჩვენებს, მამაკაცებს უფრო უადვილდებათ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება პირველსავე გამოცდაზე ვიდრე ქალბატონებს, მაგრამ ამ მხრივაც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ქალბატონების რიცხვი იზრდება.